გახდა რომ ჯემალ სვანიძე ესეთი პიროვნება ფლობდა არასევი არა მართ ზომიერად შეპესა ჯეოსილში 2.5%-იან წილს და მე ჩემი ნაცნობის დიმიტრი ქიტაშვილის მეშვეობით მასთან მოლაპარაკებით შეუთავე მას რომ ეს წილი მას დაეთმო ნომინალური ღირებულების თანხად 250,000 დოლარად. ის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი დამატებითი ინფორმაცია, არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. აღნიშნულ შეკითხვებზე ოქრუაშვილმა გამოძიებას აჩვენა, რომ მის მიერ მასმედიის საშუალებით გაკეთებული განცხადებები არ შეესაბამება სინამდვილეს. გენერალური პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებასაც ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ სააკაშვილის ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია, ასევე ვალერი გელაშვილის ცემა არ დაუვალებია. ოქრუაშვილი გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ცხედარზეც არ ფლობს ინფორმაციას. ჩემი მხრიდან აღნიშნული განცხადების გაკეთება გამოწვეული იყო პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით. თქვენს მიერ ასევე გაცხადებული იქნა იმის შესახებ, თითქოს თქვენთვის ცნობილია იმ გარემოების თაობაზე, რომ პრემიერი ჟურაბ ზვანიას ცხედარი მიტანა იქნა შემთხვევის ადგილზე. გარდა იმისა, რაც გაჟღერებული იქნა გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მე სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. ყველა ამ ბრალდებებზე ირაკლი ოქრუაშვილმა დაკავებამდე ტელევიზიით ისაუბრა. სწორედ პირდაპირ ეთერში პრეზიდენტი და მისი ახლო ნათესავები გამოძალვასა და კორუფციაში დაადანაშაულა. პოლიტიკური განცხადებებიდან 2 კვირის შემდეგ ოქრუაშვილმა გამოძიებას ამ ბრალდებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა. მე ვიცი, მტკიცებულებები არ გამაჩნია. ეს შესაბამისი განცხადებაც ემსახურებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის დისკრედიტაციას. ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გიგა ბოკერიას, ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები უარყო. მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა აღიარა, რომ ეს განცხადებები პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გააკეთა. ჩვენების გავრცელებიდან რამდენიმე წუთში მეშვიდე საპყრობილესთან ოქრუაშვილის ადვოკატები მიდიან, თუმცა ისინი საპყრობილეში არ შეუშვეს. როგორც აღმოჩნდა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ამ ადვოკატებზე თავად განაცხადა უარი. ამას ოქრუაშვილი მის მიერ დაწერილ განცხადებაში ადასტურებს. ხელთ მაქვს ბატონი ირაკლი ოქრუაშვილის ხელმოწერით გაკეთებული 2 ტიპის განცხადება, სადაც ორივეგან ის აცხადებს, რომ მხოლოდ ჩემი და ჩემი 2 კოლეგის ქალბატონი გელაშვილის და ბატონი ჩოჩიშვილის მონაწილეობით არის თანახმა მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ ტიპის საგამოძიებო მოქმედებაში. არც ერთ სხვა ადვოკატს იგი ნდობას არ უცხადებს. გამართლის შეკითხვაზე ბრალდებულმა ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ მას სურვილი ჰქონდა მისი ინტერესების დაცვა განეხორციელებინა ადვოკატ გივი პაპუაშვილს. ასევე მან განმარტა, რომ სურვილი არ აქვს მისი ინტერესები დაიცვან სხვა ადვოკატებმა. მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ამჟამად კვლავ პატიმრობაში რჩება. ოქრუაშვილი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჩვენება, როგორც მისი თანამოაზრეების, ასევე უმრავლესობის ნაწილისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. რეაქცია ერთნაირი, თუმცა შეფასებების სხვადასხვაგვარი. უმრავლესობა ოქრუაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობას უწონებს, ოპოზიცია კი ჩვენებას ზეწოლის შედეგად აღიქვამს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა მისი თანამოაზრეებისთვის. ტელევიზიით ნანახს მოკლე შეფასება მიეცა, უმძიმესი ზეწოლის ქვეშ გაკეთებული აღიარება. ასევე მოკლე პრესკონფერენციაზე ძირითადად პოლიტიკური ბრძოლისკენ მოწოდებები ისმოდა. ახალაია სარდაფში, იქ სადაც მერამდენე წელი აწამებენ პატიმრებს, უმძიმესი ზეწოლის ქვეშ აიძულა მიეცა ის ჩვენება, რომელიც მათ თავად დაუწერეს. როგორი ფორმითაც არ უნდა გამოაკლდენ ეს ადამიანები ჩვენ რიგებს. საერთო სახალხო მოძრაობა აგრძელებს მოქმედებას, ჩვენ არ გავჩერდებით. ოქრუაშვილის აღიარება მოულოდნელი იყო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლისთვისაც. უმრავლესობას მიაჩნია, რომ გამოძიებამ საკმარისი არგუმენტაცია წარადგინა და მასთან თანამშრომლობა ოქრუაშვილის მხრიდან სწორი არჩევანი იყო. ხელისუფლებამ მართლაც ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ყველა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობდა, ყველა ამ კითხვასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული იყო და გამოძიებამ დასვა ძალიან კონკრეტული შეკითხვები და მიიღო პასუხები. თუ უპრეცედენტო გირაო 10 მილიონიანი იქნება გადახდილი, ის გამოვა
და ითანამშრომლებს გაგრძელდება გამოძიება და გაგრძელდება თანამშრომლობა მისი გამოძიებასთან. ოქრუაშვილის მიერ ბადრი პატარკაციშვილთან თანამშრომლობაზე კომენტარს თავს არიდებს ოპოზიცია. ოპოზიციონერები ოქრუაშვილის აღიარებას მის ბიოგრაფიაში უსიამოვნო ეპიზოდად აფასებენ და ციხიდან გამოსვლის შემდეგ მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ. თავარია რომ ის რაც მოხდა, ანუ როცა გადაილახა შიშის სინდრომი, როდესაც გაიბზარა, კვლავ არ მივიცეთ საზოგადოებას იმის ასე ვთქვათ, მაგალითი რომ აი ამ შიშმა კიდევ შეიძლება მოგვერიოს ჩვენ. იმის მიუხედავად რა სიტყვის ირაკლი ოქრუაშვილი, რა ვალერი გელაშვილი აღარ არის ნაცემი, თუ ზურაბ ჟვანია გაცოცხლდა, თუ ის კონტრაქტები აღარ არსებობს, რომელიც ბატონი ალასანიას შვილს აქვს დადებული. ოქრუაშვილისა და პატარკაციშვილის თანამშრომლობა საპარლამენტო უმრავლესობის განსჯის მთავარი საგანი იყო. უმრავლესობა პატარკაციშვილს ღია პოლიტიკურ არენაზე იწვევს. ბატონო ბადრი, საკმარისი არის სხვისი ხელით ინტრიგების ქსოვა და პროვოცირება ცილისწამების და სხვის ზურგს უკან დამალვა. და ვენახების შეხვა და ამდენი სიცრუის და ცილისწამების გავრცელება. საკმარისია ჩვენ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, თუ ბატონ ბადრის აქვს პოლიტიკური ამბიცია გამობრძანდეს დღის სინათლეზე. მიიღოს პოლიტიკურ კონკურენციაში ნორმალურად მონაწილეობა. შეურცხვეთ ულუაში. ბადრი პატარკაციშვილისადმი დამოკიდებულება უმრავლესობამ პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორიგინალურად გამოხატა. ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა გაბადრული ოპოზიციის კარიკატურა შეხვედრაზე პირადად მიიტანა. თავად ბადრი პატარკაციშვილი თბილისში არ იმყოფება და შესაბამისად არც ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების გავრცელების შემდეგ მას კომენტარი არ გაუკეთებია. თითქმის საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა უმრავლესობასთან. ეკა კოპალიანი ისაუბრებს შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ. მოგესალმებით, ეკა. რა იყო მთავარი განსახილველი საკითხი შეხვედრაზე? რა თქმა უნდა, ირაკლი ოქრუაშვილის საკითხზე მსჯელობდნენ კანცელარიაში უმრავლესობის წევრები და პრეზიდენტი. პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა და უშედეგო წარუმატებელი მცდელობა შეთქმულება, ასე აფასებენ უმრავლესობის წევრები ოქრუაშვილისა და ოპოზიციის საქციელს. შეხვედრიდან გამოსული უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციამ წარუმატებლად უკაცრავად მაია ნადირაძე აცხადებს, რომ ეს იყო წარუმატებელი შეთქმულების მცდელობა და ადამიანი, რომელსაც უნდა გაერთიანებინა ქვეყანა, აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ბიუჯეტში იხდის თანხას ბიუჯეტის ასარგებლოდ. უმრავლესობის ყველა წევრი აცხადებს, რომ პრეზიდენტი გაოცებულია ირაკლი ოქრუაშვილის საქციელით და გაოცებას ვერ ფარავენ თავად ისინიც. გათვლა იყო იმაზე, რომ ხელისუფლებას დააშანტაჟებდნენ და სკანდალის შიშით ხელშეუხებლობას შეიძენდა ამ შემთხვევაში ოქრუაშვილი ან ნებისმიერი სხვა. და ეს გათვლა არ გამართლა, ბუნებრივია, იმიტომ რომ შანტაჟის ხელისუფლება არ მიდის არანაირ ათმობაზე შანტაჟის შედეგად და ამის შემდეგ აზრი დაკარგა, ყველანაირი აზრი დაკარგა ამ უაზრო, უსაფუძვლო და ძალიან უსინდისო ბინძური ცილისწამების გამეორებამ და როცა შენ წინამდე სერიოზული ბრალდებია წამოღებული და იცი რომ მტკიცებულებები არის ძალიან სერიოზული და ხვდები რომ ვერავის ვერ დააშანტაჟებ, არ არის ძალიან გასაკვირი რომ იღებ გადაწყვეტილებას რომ ითანამშრომლო გამოძიებას. ეხლა ტატყანი იმაზე რომ რაღაცა იძულებითი ჩვენება და ასე შემდეგ. აღიარა ის რაც ჩაიდინა. სრუბენტელობაში ყოველთვის იყო ჩემგან ყოველ შემთხვევაში შემჩნეული, მე ვიცი ეგ ვინც არის. და აღიარა მოყვა, რაც ჩაიდინა, რა სურდა. ეს იყო ფაქტიურად საიდუმლო შეთქმულების მაგვარი. რომელიც ჩაეყარა წყალში და ესე მოუვათ ყოველთვის. ბუნებრივია ადამიანურად პრეზიდენტი ძალიან შეწუხებულია, მოგეხსენებათ ირაკლი ოქრუაშვილი მის დიდი ხნის მეგობარი იყო, თუმცა ძალიან სასიამოვნოა რომ გაერკვა სიმართლე, რაც იყო რეალურად. ხალხმა და საზოგადოებამ ყველაფერი კარგად გაიგო და სწორად გაიგო. და უბრალოდ ერთი რამ ნამდვილად აღინიშნა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად არ ემსახურებოდა არანაირად საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. კანცელარიაში შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა. უმრავლესობის წევრების განცხადებით ამ შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი დანიაში გაემგზავრა. დიდი მადლობა, ეკა კოპალიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში სახელმწიფო კანცელარიიდან. იყო თუ არა პოლიტიკური გარიგება თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და პატარკაციშვილს შორის განცხადება პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმაზე თავად ბიზნესმენთან იყო შეთანხმებული. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, მკვლელობის შეკვეთაზე საუბარი იმის მცდელობა იყო, რომ ბიზნესმენს პოლიტიკური დივიდენდები ოქრუაშვილს კი მისი კუთვნილი ტელეკომპანიის მხარდაჭერა მიიღო. აქვს თუ არა პოლიტიკური ამბიციები რუსეთის გენპროკურატურის მიერ ძებნილ ბიზნესმენს? ლიკა ხურციძის რეპორტაჟი. მასთან შეხვედრების დროს მე მას პერიოდულად ვაცნობდი ჩემს გეგმებს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ.
თავდაცვის ექს-მინისტრი ამბობს, რომ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი მას თავის ტელევიზიას ტრიბუნად სთავაზობდა. სკანდალური განცხადებებიც მასთან იყო შეთანხმებული. პატარკაციშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოქრუაშვილის ბრალდებები სჯეროდა. ოქრუაშვილის ბრალდება ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ბიზნესმენმა და პატარკაციშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა რუსული არხებისთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა. გჯერათ ოქრუაშვილის ნათქვამის, რომ მას თქვენი მოკლა დაავალეს. ოქრუაშვილს სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა. ვფიქრობ, ამ კატეგორიის ხალხი არ იტყუება. მას შემდეგ, რაც გავიცანი, არ მქონია განცდა, რომ ის ინდობა არ შეიძლება. ოქრუაშვილი რასაც ამბობს, უფრო სიმართლეს გავს. ამას პოლიტიკური კონკურენციის მოტივი აქვს საფუძვლად. პატარკაციშვილი რომ მოეკლათ, რა თქმა უნდა, იტყოდნენ მოსკოვის თხელიურევიაო. მოიგონებდნენ იმასაც მათ აწყო. პოლიტიკურ განცხადებებს თავად იშვიათად აკეთებს, თუმცა ბიზნესმენთა ფედერაციაში თავისი პოზიცია არაერაზროვნად ერთხელ უკვე დააფიქსირა და ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ძალოვანი და საფინანსო სტრუქტურები აქტიურად სწავლობენ ჩემს კომპანიებს, რათა შექმნან мотиваცია, რომ განვახორციელოს ზეწოლა იმედის ჟურნალისტებზე და ხელი შეუწყო ხელისუფლებისათვის სასურველი სურათის შექმნას. ის ვერ ჩამოყალიბდა ქართული ბიზნესის დონ კორლეონეთ. ეს მისი სიტყვებია, მათ თქვა, რომ იმან წააგო რამოდენიმე ტენდერი და ამაზე განაცხენებულმა გადაწყვიტა საკუთარი ტელევიზიის, ეს მისი სიტყვებია, მისი ტელევიზიის მეშვეობით ეწარმოებინა თავდასხმა ხელისუფლებას. ბადრი პატარკაციშვილმა პოლიტიკური პოზიცია გამოძალვის ბრალდებით დაკავებული მოჭიდავეების ცნობილ საქმეზეც დააფიქსირა. ახევარი საქართველოს ტიროდა, როდესაც ჩვენი სპორტსმენები მედლებს იღებენ და როგორ შეიძლება ასე ხელაღებით უცბად დაადანაშაულო ადამიანი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პატარკაციშვილი პოლიტიკოსებთან შეხვედრებს და მათთან ურთიერთობების დამყარებას იწყებს. უჩნდება ამბიცია თბილისის მერობაზეც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუკეთესო კანდიდატურა იქნება ბადრი პატარკაციშვილი. ბადრი პატარკაციშვილი 93 წლიდან რუსეთში ცხოვრობდა. 99 წელს იგი უახლოეს მეგობარ ბერეზოვსკისთან ერთად ფინანსური მაქინაციებისთვის კინაღამ დააკავეს. 2001 წელს კი პატარკაციშვილზე რუსეთის გენპროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა და დღემდე საქართველოსგან მის გადაცემას ითხოვს. რუსეთში დიდი ბრიტანეთის ელჩი უკაცრავად ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური აღიარება და საქართველოში მიმდინარე მოვლენები რუსული ტელევიზიების ყურადღების ცენტრშია. რუსული საინფორმაციო გამოშვებები პირველში სიუჟეტები ამ თემაზე კეთდება. რუსი ჟურნალისტების თქმით, საქართველოში მოვლენები მოულოდნელი სცენარით ვითარდება. მოხდა ის, რაც საქართველოში არავინ ელოდა. რკინის ირაკლიმ, რომლის დაპატიმრებამაც ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში, დღეს პრეზიდენტის წინააღმდეგ ყველა ბრალდება უარყო. ამ სიტყვებით იწყებს NTV-ს კორესპონდენტი რეპორტაჟს. რუსი ჟურნალისტები იმასაც უსვამენ ხაზს, რომ ღია ეთერში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თავდაჯერებულად საუბრობდა, დღეს კი ჩვენების მიცემისა საპირისპირო სურათი იყო. და გამოშვებას დღის სხვა ახალი ამბებით განვაგრძობთ. რუსეთში დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილ ანდრეი ლუგავოის ლონდონის სასამართლოში საჯარო დეპატიჟება. ტონი ბრენტონი მზადაა რუს ბიზნესმენს ლონდონამდე ბილეთიც კი უღიდოს. უდანაშაულო ადამიანს არ უნდა ეშინოდეს სამართლიანი სასამართლოსი, აცხადებს ბრიტანელი დიპლომატი. ანდრეი ლუგავოიმ, როგორც მოსალოდნელი იყო ბრიტანეთის ელჩის მიწვევა არ მიიღო. ის ბრიტანეთის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს. ანდრეი ლუგავოის თქმით, ლონდონში დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრება მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის ექსტრადირებას ლონდონი მოსკოვისგან დღემდე უშედეგოდ ცდილობს. საკონსტიტუციო მონარქია ქვეყანაში, როცა მონარქი მეფობს, მაგრამ არა მართავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოში ბაგრატონთა სამეფო დინასტიის აღდგენის მომხრეა. პატრიარქის გადაგებას პოლიტიკოსების მხრიდან ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესაძლებლობას ემხრობა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია. საპარლამენტო უმრავლესობა კი მონარქიის აღდგენამდე აუცილებლად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მიიჩნევს. კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესახებ პატრიარქის იდეა პოლიტიკოსებისათვის განსჯის თემა ხდება. საკვირაო ქადაგებაში ილია მეორემ მონარქიის აღდგენის შესაძლო პერსპექტივაზე ისაუბრა. უნდა იყოს გამორჩეული ბაგრატიონთაგან ადამიანი, შეიძლება უნდა აღზარდოთ ბავშვობიდან.
პატრიარქის იდეასთან დაკავშირებით ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური გაერთიანება დეკლარაციას აქვეყნებს. კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის მიზანშეწონილობის შესახებ მემარჯვენეებს რეფერენდუმის ჩატარება 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან ერთად უნდათ. ტახტის მემკვიდრის საკითხი გადაწყვიტოს ისეთმა ავტორიტეტულმა ინსტიტუტმა და ისეთმა ავტორიტეტულმა ადამიანმა, როგორიც არის საქართველოს პატრიარქი და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ მათ უნდა განსაზღვრონ ეს ყველაფერი. საპატრიარქოში ამბობენ, რომ პოლიტიკოსების მიერ პატრიარქის წინადადების არასწორი ინტერპრეტირება მოხდა. მამა დავითის განმარტებით ილია მეორემ ქვეყნის მოწყობასთან დაკავშირებით ზოგადი მოსაზრებები გამოთქვა. ეს არ იყო კონკრეტული პოლიტიკური ინიციატივა. არამედ ზოგადი მოსაზრება ქვეყნის განვითარებისა და შესაძლო მოწყობის შესახებ, რაც რა თქმა უნდა ხელისუფლებისა და საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია. მომავალი მონარქი აუცილებლად ბავშვობიდან უნდა აღიზარდოს ქართულ გარემოში. ამ თემაზე გააქტიურება ნაადრევად ეჩვენება ტრადიციონალისტ აკაკი ასათიანს, რომელსაც მონარქია ქვეყნის სტაბილურობის ერთადერთ გარანტად მიაჩნია. ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისითაც, სადაც არის სეპარატიზმის პრობლემები, მონარქია აკავებს მათ, მაგალითად ესპანეთში, მაგალითად დიდ ბრიტანეთში. ვიფიქროთო მან თქვა, მოდი ვიფიქროთ მართლაც. მართლ პარტიას მიაჩნია, რომ დღესვე კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბარი არარეალურია. პატრიარქის წინადადება კი ამ თემაზე ტერიტორიული პრობლემების მოგვარების შემდეგ მსჯელობას გულისხმობს. აქ ლაპარაკია მას შემდეგ, როცა საქართველოს გადაწყვეტავს ფუნდამენტურ პრობლემებს, ამის შემდეგ როგორი შეიძლება იყოს მოდელი. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, მართლაც ამაზე შეიძლება ბევრი სერიოზული დისკუსია იყოს მომავალში, მაგრამ ეხლა დღეს გამცდელობა ამ განცხადების გამოყენებისა ყისიერი პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ძალიან არაკორექტული საქციელია ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან.